ახლა ვიდეოს ვუყურებთ და ეს ვიდეო თქვენს ვარიოზეა. საჯარო გაშლა იყო სახელწოდებით, აქვს თუ არა საერთოდ პერსპექტივა ამ ურთიერთობას თქვენს შორის. მანძილი არის თქვენ შორის და მანძილის მიუხედავად ძალიან რთულია რომ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. ოკეი, ნორმალური ფაქტორია. ახალდაწყებულ ურთიერთობაზე არის საუბარი. ურთიერთობა არის ძალიან ჯერჯერობით არა ჯანსაღ, არა მდგრად, არა მობილიზებულ ფაზაში. და აი თითქოს როგორ ხართ იცი, რომ ორივე მხარე თითქოს მზად ხარ სიახლისთვის. ორივე მხარეს გინდათ რომ დაიწყოთ სიახლე და თითქოს ორივე მხარე ამისთვის ყველაფერს გააკეთებთ. აქვს აუცილებლად ამ ურთიერთობის პერსპექტივა, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი მაგრამ და რატომ? რომ თქვენ ერთმანეთს მოვიდინოთ როგორც კარგმული პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთისგან ბევრი რაღაც უნდა ისწავლოთ, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ვერაფერს ვერ სწავლობთ. გარდა იმისა, რომ აი მე ვისერ რითი ვარ ნაკლებით ეკომუნიკაციებით ერთმანეთს, რომ მე შენზე ნაკლები ჯენიანი არ ვარ და მე შენზე მეტი ვირი არ ვარ და აი რაღაცა. ხვდებით, აი თითქოს აი რქები გაქვთ ამოსული, სადაც ვერ წაიმტვრიეთ და თან ახალდაწყებულ ურთიერთობაში ეს რქები არ გჭირდება და აი ძალიან არ გჭირდებათ და ყველაფერს დაანგრევს ეს ფაქტორი, თუ თქვენ ამ რქებს არ მოიტეხოთ. იყავით მეტად უფრო ლოიალურები, შემწყნარებლები, ადეკვატურები. აღარ არის ის დრო, რომ აი ტანჯვისთვის იყოთ, არა. არც არასდროს ყოფილხართ ტანჯვისთვის, გაიარეთ უკვე ეს. გამოიარეთ ეს პერიოდი. ეხლა უფრო დასვენების და განკურნების დრო ემოციური თვალსაზრისით და მიხედეთ რა თქვენ თავს. განიკურნეთ ამ სირთულეებისგან. აი დაისვენეთ ცოტა ხანი ამ რეალობისგან სირთულეები, რასაც ქვია და კი, პერსპექტივა აქვს ურთიერთობას, მაგრამ თუ მოინდომებთ იმ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში არ გექნებათ ბევრი შანსი ამ ადამიანთან, იმიტომ რომ უკვე ჩასახლისთანავე ურთიერთობა არასწორად გაქვთ დაწყებული. აი მუდმივად მოჭირებულ მდგომარეობაში შილკაში ყოფნა, ნუ არ არის ნორმა. მოდუნდით რა, მოდუნდით უბრალოდ. Just relax, baby.